სამხრეთ ევროპაში ძლიერი სიცხეებია. საფრანგეთში, პორტუგალიაში, იტალიასა და ესპანეთში მაღალი ტემპერატურის გამო ხელისუფლება მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. საფრანგეთის დასავლეთსა და სამხრეთში ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსი ცელსიუსია. ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის პროგნოზით, პარიზშიც უახლოეს დღეებში ტემპერატურა 37 გრადუსს მიაღწევს. უკვე გამოცხადებულია განგაშის ნარინჯისფერი დონე. მოქალაქეებს ურჩევენ, რაც შეიძლება მეტი სითხე მიიღონ და დღის ყველაზე ცხელ მონაკვეთში გარეთ გასვლისგან თავი შეიკავონ. ცხელი ამინდის გამო ხანძრის საშიშროება განსაკუთრებით პორტუგალიაშია, სადაც კვირას ქვეყნის 2/3 მაღალი რისკის ზონად გამოცხადა. ლისაბონში ტემპერატურა 42 გრადუსს ასცდა. მოსახლეობის ნაწილი ზღვასა და მდინარეებზე გასვლას ამჯობინებს. ზოგი კი ქალაქის შადრევნებში გრილდება. ადგილობრივი ხელისუფლება მოქალაქეებს ურჩევს დღის ცხელ საათებში ფიზიკური აქტივობა შეამცირონ და დიდი რაოდენობით წყალი მიიღონ. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ასეთი ტემპერატურების სიხშირე კლიმატის ცვლილებებით არის გამოწვეული. მსგავსი მოვლენები სამხრეთ ევროპაში სულ უფრო ხშირი ხდება. მაღალი ტემპერატურაა იტალიაშიც. 27 ქალაქიდან 17 უკვე წითელ ზონაში მოხვდა. სავარაუდოდ, ორშაბათს ეს მაჩვენებელი 21-მდე გაიზრდება. სიცხეა თითქმის ყველა მთავარ ტურისტულ ქალაქში. რომში, მილანსა და ნეაპოლში ადგილობრივები და ტურისტები ქუჩებში ქოლგები დადიან და შადრევნებს არ სცილდებიან. ნეაპოლის ქუჩებში ყველაზე მეტად ცივი ლიმონადი იყიდება. მეტეოროლოგების თქმით, ევროპაში მაღალი ტემპერატურა მთელი ზაფხულის განმავლობაში შენარჩუნდება.